მოგესალმებით, შემოძვირფასობა და კარგება. მინდა დღეს ჩავტოვოთ თქვენთან ერთად ასეთი საჯარო გაშლა, ანუ უყურხართ თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. უყურხართ თუ არ უყურხართ, განვიხილოთ თქვენს პარტნიორს, ამისთვის ჩაიწერეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი და რიცხვი და მოდი გავიწყოთ განხილვა, ხო? თქვენი პარტნიორსაც უკაცრავად ამოუწყდა სახელი, გვარი, დაბადების წელი და რიცხვი და გავიწყოთ საჯარო გაშლა. უყურხართ თუ არ უყურხართ თქვენს პარტნიორს. მოდი ვნახოთ. დავიწყოთ. ეს არის თქვენი მდგომარეობა, ეს თქვენი პარტნიორი. რა ხდება დღეს თქვენ შორის? მომავალში რა იქნება? რატომ? საიდან გამომდინარე ეს? და გრძნობები თქვენი პარტნიორის თქვენთან მიმართებაში და თქვენი გრძნობები მასთან მიმართებაში. კარგი. სამიანი პენტაკლები. მოკლედ სამიანი პენტაკლებიდან გამომდინარე დღესდღეობით რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, ხო? მოდი ასე ვთქვათ, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში, ასევე ზომიერების არკაიდან გამომდინარე დღესდღეობით თქვენს ურთიერთობაში ვერ ვიტყვი, ვერანაირად თქვენ კონტაქტზე ერთმანეთთან არ ახართ, პირიქით. ძალიან კარგად ერთმანეთში კონტაქტობთ, ერთმანეთთან მეც მიმოკითხვა გაქვთ, ანუ კონტაქტი არის, ურთიერთობა არის, შემდგარი ურთიერთობა, არც დაშორებულები ხართ და არც პაუზაში და არც დასასრულში ხართ. მოკლედ ეს არის აქტიური ურთიერთობა, სადაც ერთმანეთთან აქტიურად კონტაქტობთ, ერთმანეთ განიხილავთ თემებს ერთმანეთთან მიმართებაში და ასე ვთქვათ სხვადასხვა თემებს. ანუ დღესდღეობით თქვენთან ურთიერთობაში არის ასე ვთქვათ მოდი ასე ვიტყვი, ურთიერთობა მიმდინარეობს თავისი სვლით, ხო? ზომიერების არკაიდან გამომდინარე რაღაც თემებს თუ განვიხილავთ, ხო? რაც ვთქვათ შეიძლება თქვენიდან საჭიროებდეს ამ ურთიერთობას. ეს არის რაღაცნაირად გაგებით, რომ მოეკიდოთ ერთმანეთს. ერთმანეთს გაგებით მოეკიდოთ ის, რაც თქვენ ერთმანეთში გაღიზიანებთ, ან არ მოგწონთ ხომ რაღაცნაირად ერთმანეთს რომ უნდა გაუგოთ ამ სიტუაციაში. აი ესეთი მდგომარეობა დღესდღეობით და თითქოს ვფიქრობ, რომ ცდილობთ ერთმანეთს გაუგოთ, მაგრამ რაღაც ფაქტორებიდან გამომდინარე, მაინც იკუმშებით, რაღაცნაირად ასე ვთქვათ, იზოლირდებით და კრავთ ანუ ამ ურთიერთობას, ანუ თავად თქვენ თვითონ რაღაცნაირად კრავთ ამ ურთიერთობას ისე დონეზე, რომ აი რა ვიცი, რაღაცნაირად მიყავთ ჩიხებისკენ, ხო? თქვენ რეალურად ამოხვედით სულელის არკანში, მოდით ასე ვთქვათ, ხო? ბეცხართ მინდობილი რაღაცნაირად, თუნდაც რაც იქნება ამ ურთიერთობაში, თუ ესე კაფეოთ ვთქვათ, რომ რაღაცნაირად სხვა ენერგიებში ხართ ამ ურთიერთობის მიმართ. არა, უბრალოდ იმდენად დაიღალეთ თქვენ ამ ადამიანის თუნდაც მანიპულაციებით, ხო? რაღაცნაირად იძახით, რომ რაც იქნება, თუ ღმერთს უნდა ჩვენ ერთად ყოფნა, ვიქნებით, თუ არ უნდა, ისედაც ბედია, თუ არა და რას ვიზავთ ბუქსირზე ვერ მოვაო და ვერ გავყვებით ვერანაირად, ხო? თქვენი პარტნიორის ძლიერს არკანში ამოვიდა, პიროვნება როგორც ასეთი არის ძლიერი, როგორც ასეთი ასე ვთქვათ, ეს ძლიერს არკანში პიროვნება რომოდის როგორია მანიპულატორი, ძლიერი პიროვნება, რომელსაც უნდა თავის ტყვა იყოს ყოველთვის გამტანი, გამჭრელი და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად თავისი მანიპულაციების გზით თქვენთან მიმართებაში ცდილობს თავისი გაიტანოს, ზოგჯერ თავს გაწოდებთ, ზოგჯერ რაღაც აგრესიით მოდის თქვენთან მიმართებაში და რაღაცნაირად ესეც ცდილობს ურთიერთობა შეინახოს. რა იქნება თქვენ შორის მომავალში, ხო? რეალურად აი ესეთი რაღაც თემიდან გამომდინარე, დღეს თქვენთვის ეს ურთიერთობა არის იმ ეტაპზე, რომ რაც იქნება და თქვენი პარტნიორი კიდე ეს მანიპულაციურად ცდილობს რაღაცნაირად თქვენზე ზემოქმედება მოახდინოს, თქვენ დაიღალეთ ამ ყველაფრისგან, ხო? აქედან გამომდინარე თქვენი ურთიერთობა შესაძლებელია ასე ვთქვათ, კრახს განიცდის რაღაც მომენტებში, თუმცა მაინც საბოლოო ჯამში ამ ურთიერთობას დაშლა არ უწევია, რადგან ყოველთვის ესე ვთქვათ, შეხედეთ სამართლის არკანიდან გამომდინარე,
სამართლიანობის არკანიდან გამომდინარე, თითქოს ყოველთვის რაღაცნაირად ცხოვრება, ბედი, გაძლევთ შანსს, რომ თავიდან რაღაცნაირად დაალაგოთ ეს ურთიერთობა, ხო? ყოველ ჯერზე, ასე ვთქვათ, სამართლიანობიდან გამომდინარე, ბედი გაძლევთ იმის შანსს, რომ კიდე რაღაცნაირად დაალაგოთ ეს თქვენი ურთიერთობა და არ დასრულდეს, გამოხვიდეთ ხუთიანი ხმლებიდან, თუნდაც რა არის, იცით, რომ ამ ურთიერთობაში რაღაცნაირად თითქოს ვფიქრობ, რომ თქვენზე თქვენი პარტნიორიც უკვე საკუთარ თავს არ ეტყუებთ და აქედან გამომდინარე ეს უკვე კაი მდგომარეობა თუნდაც იმისთვის, რომ საომალოდ ეს ურთიერთობა ნორმალურად წარიმართოს, ხო? ანუ თვითმოტყუებით არ უნდა იყოთ დაკავებული ერთმანეთთან მიმართებაში, არც ერთმანეთის მოტყუებით, ხო? იმიტომ რომ ურთიერთობა არაზე არის აგებული, ხო? ერთმანეთთან უწრფელობაზე, ერთმანეთის ურთიერთგაგებაზე და ერთმანეთთან ურთიერთგაგება რო იყოს ურთიერთობაზე, ურთიერთგამტანობაზე. ხო, აქედან გამომდინარე, თქვენ ეს ყველაფერი ფაქტორი, ეს ყველა ფაქტორი რაც ხუთიან ხმლებშია, ხო? ეს რაღაცნაირად ნდობა რო ნაკლები გაქვს, არენდობი, რაღაცეთ ვარდისფერი სათვალე რო მოხსნილი გაქვს და ეს უყურებ ამ ურთიერთობას, ეს უკვე კაი მდგომარეობა, თუნდაც სამომავლო პერსპექტივებისთვის, რაც რეალურად არსებობს, ხო? არსებობს ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც იქნება, ასე ვთქვათ, გამყარება ამ ურთიერთობის, ხო? მოდი ასე ვთქვათ, თქვენი პარტნიორის გზნობები თქვენთან მიმართებაში რა არის ხრიანი კვერთხებიდან სიკვდილის არკანიდან გამომდინარე. ნახეთ, როგორი თემა არის ეს პიროვნება, თითქოს თვითონვე დაიღალა თავისი მანიპულაციებით. შეხედეთ დაღლილი საკუთარი მანიპულაციებიდან, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ტრანსფორმაციას გადის და ხვდება იმას, რომ რაღაცნაირად უნდა შეცვალოს, თუ უნდა ამ ურთიერთობაში ყოფნა, თუ თქვენთან უნდა ყოფნა, თქვენი დაკარგვა არ უნდა, აქედან გამომდინარე, უნდა შეცვალოს რაღაც მიდგომა და საკუთარივე მანიპულაციები, რომ თვითონ მას ვეღლის, უკვე თქვენზე აღარ ასაუბარი, თვითონ ამას ვეღლის, ხო? აქედან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნები, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციულ პერიოდს გადის, თუნდაც ურთიერთობაში იმის გამო და იმასთან დაკავშირებით, რომ თუ უნდა თქვენთან ყოფნა, თუ უნდა რომ თქვენ არ დაკარგოთ, იმიტომ რომ თქვენთან აშკარად აქვს ემოციური ასე ვთქვათ, ჯაჭვი და თქვენთან ემოციურად არის ემოციებშია და გრძნობებშია, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე უფრო ვქორჩა თვითონ რომ დაიღალ. განე იმას თქვენ რომ დაიღალეთ ამის მანიპულაციები და არა, ჯერ საკუთარ თავზე ვფიქრობ, აი მე დავიღალე, ალბათ მე თქვენ დაიღალეთ და აქედან გამომდინარე რომ არ დაგკარგოთ. და გამოვიდეს ამ რაღაც თავისი ესეთ შექმნილი ტყუილებიდან, მანიპულაციებიდან, ტყუილი მანიპულაციებიდან, აი ესეთი მდგომარეობა ხდება მანიპულაციის მხრივ, აი ტყუილებით საუბრობს, მაგრამ როგორი ტყუილია ეს იცით, რომ აი თავის ჭკუაში სასიკეთო ტყუილია. მოკლედ ცნობიერებს იმას, რომ ეს მდგომარეობა დაასრულოს და ასრულებს კიდევაც და რეალურად გრძნობებში აი ხა უფრო თბილი დამოკიდებულება აქვს ალბათ თქვენთან მიმართებაში, უფრო თბილი თუ დააკვირდებით, იმიტომ რომ ასკვნის რომ თუ ესე გააგრძელებს დამთავრდება ურთიერთობა. თვითონვე დაიღალა უკვე ხდება რომ ეს მანიპულაციები თავისი ვეღარ ჭრის და აქედან გამომდინარე რაღაც უნდა შეიცვალოს ტაქტიკურად, თორე არ გამოვა არაფერი, ხო? თქვენ რა გზნობები გაქვთ მასთან მიმართებაში? თქვენ რა თქმა უნდა შიშებში ხართ, რომ ეს კვერთხების მეფე თქვენთვის სასურველი პიროვნება რაღაცნაირად არ გიღალატოთ, არ წავიდეს, სულ შიშებში ხართ, არ წავიდეს, არ დაგტოვოთ ურთიერთობაში. რა არის ეს რა შიშებია, ხო? აი მე თუ მკითხავთ რაღაცნაირად რაც იქნება სიტუაციას რომ უფრო მიენდოთ დღევანდელი მდგომარეობა რაც გაქვთ, რომ მაინც იმაზე იყოთ ორიენტირებული, რომ რაც იქნება, ნამდვილად ესე ჯობია რა, იმიტომ რომ რაც მოხდენია, მაინც მოხდება და აი შიშები და ეს ყველაფერი რაც თქვენ გაქვთ მასთან მიმართებაში, ხო? შიშები, ნერვიულობები, რო კვერთხების მეფე, მაინც და მაინც სხვა, აი თვითქოს თქვენ თვითონვე ილუზიურად იქნით რაღაც შეიძლება საერთოდ არაფერი არ იყოს მასთან და არც არის ვერც ხედავ რომ რამე იყოს მასთან მესამე ფაქტორები ან მესამე თქვა პიროვნებაა რომელიც თქვენ შეგიშით ურთიერთობაში ხალხს არ არის მე ვერ ხედავ უბრალოდ თქვენს წარმოსახვაში თქვენს ფიქრებში შესაძლებელია გეშნიათ იმის რომ ვინმე არ გაიჩნდეს არ წავიდეს სუნერვიულობთ რა ან თქვენ იგდებთ საკუთარ თავს ასეც მდგომარეობაში იმიტომ რომ თქვენთვის სასურველი კაცია ნუ გინდათ ამ ადამიანთან ყოფნა და ნუ რა თქმა უნდა ახან ესე განიცით ისე იგი გრძნობებიც გაქვთ ამ პიროვნებასთან მიმართებაში ხო
მოკლედ ეს არის სულ რაც მინდოდა მეთქვა უყვარხარ თუ არ უყვარხართ ამ პიროვნებას აქედან გამომდინარე რასაც მე ვიტყვი რომ უყვარხარ თუ არ უყვარხართ ალბათ ხვდებით რომ უყვარხართ მაგრამ ჯერ ამ პიროვნებას საკუთარი თავი უყვარს მე თქვენ უყვარხართ ჯერ უყვარს თავის თავი მე თქვენ უყვარხართ კი ბატონო ესე უყვარხართ კი ბატონო მაგრამ პირველ ადგილას მაინც საკუთარ თავს აყენებს და რა ვინ არჩევნია საკუთარი თავის გარდა თქვენ კი სულ ესე შიშებში და სულ ესეთ ნერვულობაში იქნებით იმიტომ რომ ამ პიროვნებას მაინც გადაწყვეტილი აქვს თქვენთან ყოფნა და ასე ვთქვათ გინდა არ გინდა რაღაცნაირად ეს ურთიერთობა მაინც რაღაც სტაბილურ ეს თქოს სტაბილური აი როგორ ვიტყვი სტაბილური იქნება სამომავლოდ ოღონდ უნდა გამოხვიდეთ ამ ხუთიანი ხმლებიდან საკუთარი თავის მოტყუებიდან ერთმანეთის მოტყუებიდან საკუთარი შიშებიდან თუნდაც და საკუთარ თავებს უფრო ატყუებთ თქვენ აქედან გამომდინარე ეს პიროვნება საკუთარ თავს იმიტომ ატყუებს რომ მანიპულაციებში ყავხართ და გონია რომ ასე ვთქვათ გაჭირს თქვენთან ეს მანიპულაციები, მაგრამ თქვენ დაიღალეთ და აღარ შეგიძლიათ, დაღლილი ხართ რა თქმა უნდა, თქვენი შიშები იგავთ ხუთიანი ხმლებიდან გამომდინარე, რომ ცხრიან ხმლებში ფიქრობთ, ასე ვთქვათ, რიან თასებში არ გადავიდეს, არ წავიდეს, არ მეტოს შიშებში ხარ და ნერვულობაში ხართ, აი ეს ყველაფერი უნდა მიეტოვოთ და უნდა დატოვოთ. უყვარხართ კი ბატონო ამ პიროვნებას და ასე ვთქვათ, თუ ამ ყველაფრიდან გამოვხვალთ ამ ურთიერთობას, თუ აი ესეთ ზომიერებას შეინარჩუნებთ ზომიერებაში იქნებით, რა თქმა უნდა, ბალანსში იქნებით ამ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, დასტაბილურდება და როგორც საჭირო, აი ისე წავა ბოლომდე. ცნობების მხრივ, რა თქმა უნდა, ვიტყვი რომ უყვარხართ. მაგრამ ჯერ საკუთარი თავი უყვარს, ამასაც ვიტყვი, ამას თამამად ვამბობ. მოკლედ დაგემშვიდობებით, გისურვებთ მშვიდობიან ღამეს, ლამაზ სიზმრებს. ლამაზ მომავალს და ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში. პირადშიც, კარიერაშიც და ყველაფერში საუკეთესოს გისურვებთ შემოკარგებით. დაგემშვიდობებით.